გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ სანდრონ და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ საინტერესო თემაზე. როგორც ვიცით, თითქმის ყველა ბავშვი ახლა საქართველოში თამაშობს ტელეფონის თამაშებს. დღეს აი ამ ვიდეოში მე ვიტყვი 5 ყველაზე ჩემი აზრით, მხოლოდ 5 ყველაზე კარგ თამაშს. თუ რამე აქ არ იქნება ისეთი თამაშები, მაგალითად ზომბი მცენარეების წინააღმდეგ ან რაღაცა. ისეთი თამაშები, რომლებსაც ყველა თამაშობს. კაი, მოდი დავიწყოთ. მეხუთე ადგილზე გადის PUBG. სანამ დაიწყებთ კომენტარებში წერას, PUBG პირველზე და მეორეზე არ ვიცი. მე ვიტყვი, რომ ეს ვიდეო არის ჩემი აზრით გაკეთებული და PUBG საერთოდ არ ვთამაშობ. მაგრამ ვიცი რა, კარგი თამაშიც არის. ამიტომაც მეხუთე ადგილს იმსახურებს ჩემი აზრით. მეოთხე ადგილზე გავიდა Among Us-ი. გონი ყველა მიცის ეს თამაში რა თამაშიც არის, რადგან 3 თვის განმავლობაში გაანადგურა მთელი ინტერნეტი, ყველგან ეს რაღაცა არის. საინტერესო თამაში არის ძალიან, მაგრამ აკაუნტის თემაზე არაფერი არ არის. მაგალითად, რომ მოიგო, არაფერი არ გემატება. მაფია არის იგივე უბრალოდ ტელეფონში და უფრო საინტერესო. მალე როგორც ვიცი გაახლება უნდა გამოვიდეს და იმედია იმ გაახლებაში რამე ესეც დაამატებენ. საერთოდ იშვიათად უშვებენ გაახლებას, უფრო ხშირად უკეთესი იქნება. მესამეზე გავიდა თამაშის სახელად Call of Duty. კიდევ ვიტყვი, რომ სანამ დაიწყებთ კომენტარებში წერას, რომ უარესი ან უკეთესი, გეტყვით, რომ მე ბევრი არაფერი არ ვიცი ამ თამაშებზე, PUBG-ზე და Call of Duty-ზე. უნდა გადამეწყვიტა, რომელი უკეთესია, მაგრამ გადავწყვიტე Call of Duty, რადგან Call of Duty-ც მაქვს რა თამაშები და PUBG-ც. ძალიან ბევრი არც ერთი არ მაქვს რა თამაშები, მაგრამ Call of Duty უფრო დამევასა რაღაცით. ბევრი სათქმელი არაფერი არ მაქვს Call of Duty-ზე, უბრალოდ კაი თამაშია, დამევასა და მე რაც ვიცი ამ თამაშზე უფრო მეტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ პირველ და მეორე ადგილს არ მისახურებს. ახლა გავიგებთ რა თამაში გავიდა პირველ ადგილზე და რა თამაში გავიდა მეორეზე. კაი, მეორე ადგილზე ბევრი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ არა გატყუებთ. ბევრი ხანი არ ვფიქრობდი. Brawl Stars-ი. ნუ რამე ვიცი ამ თამაშს, ბევრი ხანია თამაშობ, უკვე 2 წელი მგონი. სენდი რო გამოვიდა, მე დავიწყე თამაში და ჩემი საყვარელი თამაში იყო, მაგრამ ცოტა ხანი დავფიქრდი და პირველი ადგილი უფრო ჩემი აზრით იმსახურებს. მინუსი Brawl Stars-ის ის არის, რომ ძალიან იაფად ღირს ლეგენდარული პერსონაჟები. ჩემი აზრით ეს არ უნდა იყოს, უფრო ძვირი უნდა იყოს, რადგან ყველაზე ძნელი იშვიათობა არის თითქოს და ესე ადვილად არ შეიძლება მიცემა. და კიდევ ინტერნეტის პრობლემები ძალიან ცუდი აქვს Brawl Stars. პირველ ადგილზე როგორც ხვდებით, გავიდა Minecraft. ეხლა სანამ დაიწყებთ ისევ კომენტარებში წერას, რომ ვაიმე Minecraft-ი არ იმსახურებს და დაფიქრდით უბრალოდ. ეს თამაში არსებობს 11 წელიწადი. თელ დედამიწაზე ყველაზე ბევრი ადამიანი იწერს ამ თამაშს. კი ფასიანი თამაშია, მაგრამ ყველა შეუძლია უკვე Android-ი თუ გაქვს გადმოწერა უფასოდ. ძალიან საინტერესო თამაშია, შეისწავლი ქვეყანას. შეგიძლიათ თქვათ, რომ სხვადასხვანაირი ტიპის თამაშები არის Brawl Stars-ი და Minecraft-ი, მაგრამ ჩემი აზრით Minecraft-ი უფრო იმსახურებს. კარგით მეგობრებო, ამაზე დავამთავრეთ ამ ვიდეოს. თუ არ მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ კიდე დიზლაიკი დასვიდეთ, გამოწერა გააუკვეთ, მხოლოდ ჩემი აზრით იყო ეს ვიდეო გაკეთებული. კაი, კარგი.